ლაშა გამარჯობა, ლაშა ზებისაშვილი არის ჩვენთან ერთად, პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტის, თავის საქმის და დარგის მცოდნე და სპეციალისტი. დიდი მადლობა შენი დროისთვის. თემა, რომელზეც მე მინდა შემოგთავაზო საუბარი და დისკუსია, ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, რუსეთს, უკავშირდება რუსეთის საგარეო პოლიტიკას, მის ექსპანსიას და ცხადია, აქ მოიაზრება საქართველოს სამომავლო ბედიც. აქ როგორ და რანაირად განვითარდება მოვლენები. თუმცა პირველ რიგში მინდა დავიწყოთ ჩვენ იმითი რა მოლოდინები გვაქვს ამ ზაფხულს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, რა მოლოდინები გვაქვს თვითონ უკრაინელების მედეგობის, რა მოლოდინები გვაქვს დასავლეთთან მიმართებაში, როგორც უკრაინის მხარდამჭერი ძალის და შევყვეთ ამ საუბარს და მე ნელ-ნელა რაღაც ქვეკითხვებს წამოვა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და იმ მრავალწახნაგოვანი კითხვისთვის, რაც დამისვი ახლა, იმიტომ რომ ბევრ ასპექტს შეიცავს არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად რა იქნება რუსული დიდი სტრატეგია დასავლეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ უკრაინის საკითხი არ განიხილება ცალკე, არამედ ის არის შემადგენელი ნაწილი ზოგადად დასავლეთთან მიმართებაში, რა სტრატეგიას განახორციელებს ახლო მომავალში რუსეთი. ეხლა ეს კითხვა რომ დავყოთ ნაწილებად და კონკრეტულად ამ სტრატეგიის ფარგლებში უკრაინის ადგილი რა არის და რას უპირებს რუსეთი უკრაინას, ამის ნიშნები გამოჩნდა უკვე ეხლა, მათ შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ სტამბოლში და გაკეთებული განცხადებების ფონზე უმაღლეს დონეზე კრემლში. ისევე როგორც ის განცხადებები, რაც გაკეთდა თეთრ სახლში და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. სტრატეგიაზე ზოგადად დასავლეთის მიმართ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ აი ამ სტრატეგიის ფარგლებში სამხედრო კომპონენტი, რაც ჩემის აზრით, რაც არის რუსეთის შემადგენელი გეგმის ნაწილი უკრაინის მიმართებაში, ეს არის გაცხადებული იმ ოლქების, უბრალოდ ადმინისტრაციული ერთეულების, რაც არის ხერსონის ოლქი, ზაპოროჟე, დონეცკი, ლუგანსკი, ამ ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებზე გასვლა, ანუ ამ მიმართულებით მაქსიმალური სამხედრო წნეხის და ზეწოლის განხორციელება უკრაინის შეერაღებული ძალების წინააღმდეგ, რომ განდევნონ აი ამ ტერიტორიებიდან და გავიდნენ ამ დეკლარირებულ ხაზზე, რაც თვითონ მოხაზეს რუსებმა და ნუ ამას დაემატა ახლა კიდე ბოლოს, რაც აქტიურად ვრცელდება, რომ ერთგვარი ბუფერული ზონა შეიქმნას, ხო, ხარკოვის და სუმის ოლქებში. 10-15 კილომეტრიან ზოლიანი. ანუ ჩემი გადმოსახედიდან ეს ემსახურება რუსეთის დიდი სტრატეგიული გეგმის პირველ ფაზას, როცა სამხედრო თვალსაზრისით უნდა გავიდნენ ერთგვარ იმ ზოლზე, რაც რუსებისთვის მისაღები ამ ეტაპზე, რომლის გაყიდვაც როგორც სამხედრო წარმატება, ისინი შეძლებენ საკუთარი აუდიტორიის მისამართით. და შემდგომ მოხდება უკვე მიუხედავად დანაკარგებისა, მიუხედავად ყველაფრისა, რუსები აი ამ ამოცანას შეალებენ ძალიან დიდ რესურსს. შემდგომ უკვე იწყება მეორე ფაზა, როცა რუსები იტყვიან მოჩვენებითად, რა თქმა უნდა, რომ ისინი მოყოფილები არიან, მათ აღარაფერი აღარ აინტერესებთ რუსეთში, უпроსტ უკრაინაში, თუმცა საკუთარი აუდიტორიის შიგნით და თავისი მომხრეების მობილიზებისთვის ისინი გაავრცელებენ და იწყებენ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ რუსეთი იძულებულია კი არა ვერ გაჩერდება მანამდე, სანამ რეალურად ის დიდ რუსულ სამყაროს ვერ აღადგენს და ეს დიდი რუსული სამყარო ბუნებრივად ნიშნავს უკვე ეხლაც კი ჩნდება ეს მესიჯები, ეს არის ერთიანი დიდი რუსეთი, სადაც შედის უკრაინა, ბელორუსია და საკუთრივ რუსეთი. მაგრამ იმისათვის რომ ეს განხორციელდეს, ბუნებრივია რუსეთს კარგად აქვს გააზრებული, რომ ის ვერ გააგრძელებს მსოფლიოში უკვე ალბათ მეორე სიძლიერით მეორე არმიასთან, უკრაინის არმიასთან ამ დანაკარგებით წინსვლას, იმიტომ რომ ყველანაირი გათვლებით თუ ამ ტემპით რუსეთმა გააგრძელა
კი მივა კიევამდე, მაგრამ ალბათ უკვე დანაკარგების თვალსაზრისით მეორე მსოფლიო ომის დანაკარგებსაც გადაასწრებს, ისეთი დანაკარგები აქვს რეალურად. ამიტომ ბუნებრივია მათ ეს ესმით, პირველი ეტაპი დასრულდება იმით, რომ მოხდება დროებითი გაყინვა, სხვადასხვა ქვეტექსტით უკრაინის ფრონტის ხაზის, თითქოს კმაყოფილები არიან და მეტი არაფერი არ უნდათ, რეალობაში რა თქმა უნდა ეს მხოლოდ დროებითი გაჩერება არის. და დაიწყება უკვე პარალელურად ამ შეტევის რაც ახლა მოხდება ზაფხულში დაიწყება მზადება იმისთვის რომ მოხდეს გაყინვის შემდგომ უკვე მოკლე დროში შეტევა საკუთრივ ევროპაზე. ეს შეტევა არის ბალტიის ქვეყნები. რატომ მგონია რომ ეს შესაძლებელია? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ხო გუშინდელი ინფორმაცია არის ზუსტად ლიეტუვაში, ესე გერმანული კონტინგენტის განთავსების შესახებ 5000 კაციანი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში გერმანული სამხედრო ყოფნის პირველი შემთხვევაა, ხო? კი. ძალიან კარგია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს იმ მომენტიდან როგორც კი ბალტიის ქვეყნები გაწევრიანდნენ ნატოში, საკითხი და პრობლემატიკა ბალტიის ქვეყნების იყო ის, რომ ძალიან მოშორებულები არიან იმ დიდ ძირითად სახელმწიფოებს ნატოსი და მიხედვით იმისა, რომ პოლონეთი არის იქვე, მაგრამ საუბრობთ ამ შემთხვევაში გერმანიას და იმ ძირითად ლოგისტიკურ ჰაბს ევროპაში, რომელიც ითვალისწინებდა ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში ამერიკელი ჯარისკაცების მიღებას სწრაფი ტემპით და მერე გადასროლას. მაგრამ აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ცოტა დაუბრუნდეთ უკრაინის საკითხს დაუბრუნდეთ რუსეთს ესმის რომ უკრაინის სტრატეგიული ზურგი უკრაინაში არ არის უკრაინის სტრატეგიული ზურგი რაც აძლევს უკრაინას ჟანგბადს რესურს მატერიალურ ფინანსურ ტექნიკურ და ასე შემდეგ წინააღმდეგობისა არის ევროპის და დასავლეთის დახმარება იმისათვის რომ უკრაინაში არ მოხდეს ათეულობით მილიონი რუსი ჯარისკაცის დამარხვა მომავალში შესაძლებელია პირობითად ესე მათემატიკურად რომ იმჟევთ რომ 140 მილიონი რუსეთი პირობითად გაწერავს თავის ნახევარ მოსახლეობას იმ დანაკარგების ტემპით და როგორღაც მე აიღებს უკრაინას ხო მაგრამ ბუნებრივია ეს წარმოუდგენელი სცენარია ეს ესმით რუსებსაც ამიტომ მათ უნდათ რომ ყველაზე ნაკლებად მაგრამ ყველაზე სრულად მოახერხონ თავის სტრატეგიული მიზნის მიღწევას და თუ სტრატეგიული ზურგი უკრაინის არის დასავლეთში რეალურად და ეს ზურგი წარმოადგენს აი ამ მედეგობას უკრაინის სამხედრო თვალსაზრისით ფინანსური ეკონომიკური და სახელმწიფო არ ჩამოშლივა ბუნებრივია ეს ნიშნავს რომ ეს ზურგი უნდა მოიშალოს ხო და უნდა განადგურდეს იმიტომ რომ სწორედ ამ ზურგის მოშლის შემდეგ უკვე გაცილებით იოლდება აი ამ ასე ვთქვათ დიდი ტორტის რუსეთისთვის რასაც უკვე უკრაინის უკვე დამარცხება სამხედრო თვალსაზრისით და შემდგომ უკვე ინკორპორირება როგორ არის ეს შესაძლებელი ბუნებრივია იმ ყველაზე იმ სუსტ წერტილში უნდა დაარტყა ევროპას რომელიც წლების განმავლობაში განიხილებოდა და მიჩნეული იყო როგორც სუსტი წერტილი არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით არამედ პირველ რიგში პოლიტიკური თვალსაზრისით რას ნიშნავს ეს ყველას ესმის რომ გაერთიანებული ან კომბინირებული სამხედრო პოტენციალი ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ვერანაირად ვერ შედარებაში ვერ მოვა რუსეთის შერეღებულ ძალებთან, მით უფრო იმ ფონზე, როცა 3 წლის თავზე უკრაინაში მიმდინარე ომის უდიდესი გამოცდილება მიიღო რუსეთის შერეღებულმა ძალებმა პირველ რიგში მართვის თვალსაზრისით, ანუ ეს სამეთაურო რგოლი დაბალი რგოლიდან დაწყებული უმაღლეს ოპერატიული მართვის დონემდე, ანუ გენერლობის დონემდე, მიუხედავად ამ საშინელი რუსული ტრადიციისა, რომ ეს ხორცაკები მანქანის და ასე შემდეგ, მაგრამ ამ რგოლმა მიიღო უდიდესი გამოცდილება მართვის ქვედანაყოფების, რისი გამოცდილებაც ევროპელ ნატოელი, ანუ ამერიკელები როგორც ცოტა გვერდზე გადავდოთ, ხო ევროპელებს არ აქვთ. მით უფრო არ აქვთ იმ პატარა ქვეყნებს, როგორც არის, ну, წარმოგიდგენთ, მილიონიანი დაახლოებით ესტონეთი, დაახლოებით იგივე ზომის ლატვია და 3 მილიონიანი ლიტვა. და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რა რაოდენობის ქვედანაყოფები არის განლაგებული იქ, ან განლაგდება ახლო მომავალში, მაინც იმ სიტუაციაში, როცა უკრაინის ფრონტი ერთგვარად გაიყინება, სამხედრო მოქმედებები არ მოხდება, რუსეთი იქ პირობითად თქვათ აქტიურ თავდაცვაში გადავა
და მოახდენს თავისი ძირითადი ქვედანაყოფების გადასროლას ბალტიის მიმართულებით და ამ დროისთვის წესით იქ არსებული ინფრასტრუქტურა უკვე უნდა დასრულებული იყოს და რესურსების მობილიზება უნდა იყოს დასრულებული. აქ უკვე ძალთა თანაფარდობა, როგორც რაოდენობრივ ტექნიკური თვალსაზრისით, ისევე გამოსილების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ რუსებს ექნებათ სამხედრო წარმატება. მაგრამ აქ მთელი პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მე რა რომ სამხედრო წარმატება, ხო, ნატო არის მაინც, ევროკავშირი არის მაინც, მოქმედებს სოლიდარობის პრინციპი, სამხედრო დახმარების და უსაფრთხოების გარანტიების, ანუ ნატოს გაერთიანებული პოტენციალი დაახლოებით 11-ჯერ აღემატება რუსეთის გაერთიანებულ პოტენციალს, საერთოდ შედარებაში ვერც კი შედის ვერც კი დაეწევა რუსეთი შორეულ მომავალში ვერც ფინანსური თვალსაზრისით, ვერც ავიაციის, სამხედრო ავიაციის, ვერც საზღვაო ძალების, ანუ ყველა კომპონენტში მას სერიოზული პრობლემა აქვს, მაგრამ მას აქვს ერთი დიდი უპირატესობა. ეს არის ძალების კონცენტრირების სწრაფი უნარი და კონკრეტულ მიმართულებაზე პოსტ-ფაქტუმ ფაქტის წინაშე დაყენება ევროპელი და ნატოელი ქვეყნების რომ მან ამ ტერიტორიების ასე ვთქვათ ოკუპირება მოახდინა და მათ ეს უნდა შეეგუონ. ეს მომენტი, ეს არ არის ახალი, ის რომ რუსეთი შეძლებს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სცენარები არის. შეიძლება 3 დღეში ერთ კვირაში, შეიძლება 1 თვე მოანდომო და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ნატო დამგეგმველს და სამხედრო ექსპერტს მათთვის ძალიან ადვილი წარმოსადგენია და იციან კიდევაც, რომ რუსეთს ექნება უპირატესობა საწყის ეტაპზე დაპირისპირების. ოღონდ შემდგომ ეტაპზე უკვე ხედავს რა რუსეთი რომ ნატო იწყებს კუნთების მობილიზებას, ნატო იწყებს ეს უცხო საკითხი რამდენად ნატოს იმ პერიოდში კუნთები ექნება და საერთოდ მასშტაბებზე რო შევადარებთ, რამდენის გამოყოფა შეიძლება. ეს კიდე ცალკე პრობლემაა, მაგრამ თეორიაში რო ვისაუბროთ, ნატო რო დაიწყებს მზადებას იმისთვის, რომ გაათავისუფლოს ის ოკუპირებული ტერიტორიები, საუბარია ბალტიის ქვეყნები, შეიძლება სრულად არც კონდეს დაპყრობილი რუსეთს მთლიანად ყველა ბალტიის ქვეყანა, ან ვერც ერთი ვერ დაიპყროს სრულად, პირობითად სანაპირო ზოლი მაინც თავისუფალი იყოს, მაგრამ de facto რაღაც ტერიტორიულ, ასე ვთქვათ, დაპყრობებზე გავიდეს, დაიკავოს ტერიტორია და შემდგომ რუსეთმა ჩართოს ბირთვული ესკალაციის ფაქტორი, ანუ ბირთვული შანტაჟი, როცა ის ეტყვის, რომ ან თქვენ შეეგუებით იმას, რომ ბალტიის ქვეყნები არის ჩემი, ან საწინააღმდეგო შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით იძულებული, რომ გამოიყენოთ ბირთვული იარაღი თქვენს წინააღმდეგ. ეს უკვე სხვა დონის დილემის წინაშე აყენებს ევროპელებს და ნატოელებს, რომელიც მათ შორის ყოველთვის არსებობდა ცივი ომის განმავლობაში, რამდენად პორტუგალიელი, მაგალითად მადრიდელი, პარიზელი, ან თუნდაც ბერლინელი მოქალაქე ზოგადად მზად არის იმისთვის, რომ სადღაც ვილნიუსში, ან რიგაში, ან იქ ტალინში მიმდინარე ომის შედეგად საბოლოო ჯამში ბირთვულ ინფერნოში ამოყოს თავი და დაასრულოს, ხო? ანუ აბსოლუტურად წარმოუდგენელი არის. ეს ცალკე ხალხს უსვამს იმას, რომ რამდენად საინფორმაციო ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით დასავლური საზოგადოებები არ არიან მომზადებული და გაფრთხილებული და შესაბამისად კიდე ყველანაირი თვალსაზრისით მომზადებული ასეთი ტიპის სცენარისთვის, ასეთი ტიპის დაპირისპირებისთვის რუსეთთან. და ეს საკითხი, რომ ან თქვენ ეხლა დამანებთ მე თავს რუსეთს ბალტიისპირეთში თავისი მონაპოვარით, რაც მე მაქვს, ან ჩვენ ბირთვულ გამანადგურებელ, ურთიერთგამანადგურებელ პირობებში ამოვყოფთ თავს, ეს გარანტირებულად წარმოშობს ევროკავშირში და ნატოში განხეთქილებას, პოლიტიკურ განხეთქილებას. იმიტომ რომ იქნებიან ქვეყნები, რომლებიც იტყვიან, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა ბირთვული დაპირისპირება, და იქნება ქვეყნები, რომლებიც შეიძლება თქვა, რომ არა, ანუ კი, უნდა აუცილებლად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მაშინ რუსეთი გააგრძელებს ამას, ხო, რა განსხვავებაა. რაც თავისთავად უკვე პრობლემას წარმოქმნის, იმიტომ რომ ევროკავშირში და ნატოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, ანუ გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ვერ იქნება ვერასოდეს მიღებული. და იმის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ეს ბოლო ლურსმანი რო ჩავარჭო ამაში კუბოს, ხო, ხა ცუდი სცენარის კუბოს, გავითვალისწინოთ ის, რომ ევროპის ზოგადად, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული უსაფრთხოების უდიდეს გარანტორი იყო ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატები. და რუსეთის ამასთანავე ყოველთვის იყო პირველ ჯერზე ევროპის და ამერიკის ამ ტრანსატლანტიკური კავშირის
დარღვევა დაშლა, იმიტომ რომ თუ ამერიკელები განზედგანა, თუ ამერიკელები როგორც კონვენციური, მაგრამ განსაკუთრებით ბირთვული გარანტიების თვალსაზრისით უარს იტყვიან ევროპაზე ამ ბირთვული ქოლგის გავრცელებას, რაც ცივი ომის პერიოდში აპრიორი იყო მიჩნეული როგორც გარანტირებული ქოლგა. აქ ეს პოლიტიკური განცალკევება და შეუთანხმებლობა ევროპელებში კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ სად რუსეთი, რომელსაც მინიმუმ 2500 ბირთვული ქობინი გააჩნია და სად ევროპელები, სადაც მხოლოდ ფრანგებს და ბრიტანელებს გააჩნიათ რამოდენიმე ასეული ბირთვული ქობინი, რომელიც იქაც კი განსხვავდება, იმიტომ რომ აქედან ზოგიერთი არის ავიაპლატფორმებზე უნდა დამონტაჟდეს და დანარჩენი არის ისევ ამერიკულ ტექნოლოგიებს და ბრიტანელებს განსაკუთრებით Trident-ის და ასე შემდეგ სისტემებზე წყალქვეშა ნავებზე. ანუ პარიტეტი ბირთვული აბსოლუტურად დარღვეულია ევროპასთან მიმართებაში და შესაბამისად ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის. ანუ ამ შემთხვევაში ევროპის და ნატოს ერთიანობა დარღვეულია. ეს ბუნებრივად გადადის პოლიტიკურ და მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკურ სხვა ტიპის ქაოსშიც ევროკავშირთან მიმართებაში, ნატოსთან მიმართებაში, საკუთარ თავთან მიმართებაში ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ნატოელები, ვერ ხდება პირობითად ორგანიზება დახმარების ბალტიის ქვეყნებისთვის. აქ უკვე აღარავის აღარ სალია უკრაინისთვის, იმიტომ რომ რესურსების გადამისამართება ხდება საკუთრივ ნატოს ტერიტორიაზე. შესაბამისად უკრაინა უკვე გადადის მეორე ფლანგზე და იმ ფონზე თუ ამ ყველაფრის შედეგად კიდე მოხდა ევროკავშირის გარკვეულ ბანაკებად დაყოფა, პოლიტიკურ ბანაკებად, იმიტომ რომ ყველა თავის ამბავში იწყებს თავის უსაფრთხოებაზე ფიქრს და უკვე ერთმანეთისთვის ან არენდობენ, ან არ ცალიათ და ასე შემდეგ, ან ნაკლებად აინტერესებთ, მარტივად რომ ვთქვათ. აქ ბუნებრივია უკვე უკრაინა ეხა თუ ფლაგმანია და ეხა თუ წინა ფრონტზე არის, ბუნებრივი ამ შემთხვევაში უკვე უკრაინა გაცილებით ცუდ დღეში აღმოჩნდება და უკვე აქ რუსეთს უკვე სალია იმისთვის რომ ბალტიის შემდგომ შემოტრიალდეს და დაასრულოს ის დიდი სტრატეგიული გეიმი, ან დიდი სტრატეგიული თამაში, რასაც ქვია დასავლეთის მიმართულებით პოსტსაბჭოთა სივრცის კონსოლიდაცია, სადაც უკრაინას გადამწყვეტი ადგილი უკავია. კოშმარი რუსული ოცნება. პირდაპირ ძალიან მოკლე შეფასება რო გავაკეთოთ, მაგრამ მოდი ანუ რა თქმა უნდა ეს განხილვის თემაა, რა თქმა უნდა ამაზე ჩვენც უნდა ვიმსჯელოთ, დარწმუნებული ვარ დასავლეთში მსჯელობენ, ვიცით ავსტრიელებიც მსჯელობენ მათ სამხედრო აკადემიაში, აღარაფერს ვამბობ გერმანელებზე და ბრიტანელებზე და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი კიდევ ერთი პარალელური მიმართულება განვიხილოთ. გასაგებია რაც სურს რუსეთს, გასაგებია მისი იმპერიული ზრახვები, დასავლეთისკენ სვლა, აღმოსავლეთისკენ სამხრეთით გაფართოება კიდევ და ნუ ასე შემდეგ და რა თქმა უნდა გამოჩნდებიან საქართველოშიც და სხვაგანაც, რომ აი ხომ ხედავთ, აი ეს უნდა და აბა ჩვენ სად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ მოდი ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორ აღუდგება ამ ყველაფერს დასავლეთი, რამდენად მიცემს რუსეთს იმის შესაძლებლობას ერთი რომ ეს ყველაფერი განახორციელოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ნახეთ რაღაცა გერმანიის ნაბიჯები, ნახეთ გენერალური მდივნის ნატოსი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ნატოს არც ერთ გოჯ მიწას ისინი არ დათმობენ და ნუ ეს განცხადებები არის წინა ხაზზე და ამის შემდეგ ვისაუბროთ საკითხზე, აქვს თუ არა თვითონ რუსეთს ამისი რესურსი ფინანსური და ასე შემდეგ რომ ეს ყველაფერი სისრულეში მოიყვანოს. ხო. ეს ახლა მედლის მეორე მხარე უნდა შევხედოთ ამას და რამდენად დავიწყოთ პირველი კითხვით, რამდენად დასავლეთი ამ შემთხვევაში, ნუ ევროპელებზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცალკე პრობლემატური საკითხია. იქ რა მოხდება, რა განვითარებები მოხდება პოლიტიკური კონტექსტში საკმაოდ რთულია, მაგრამ შეგვიძლია მე შემდგომ ამაზეც ვისაუბროთ. მაგრამ რაც შეეხება ევროპელებს აქვთ ერთი პლუსი და მინუსი, ჩემი გადმოსახედიდან მინუსი ჯერჯერობით ჯობნის პლუს თავისი ზომით ის რომ ისინი ყოველთვის არიან ძალიან ნელები. ევროპელებს ახასიათებთ ერთგვარი რეალობის უпростоრეთ არ აღქმის უნარი,
იმიტომ რომ სამწუხაროდ დემოკრატიებს ახასიათებთ ეს პრობლემა, რომ როცა არის მიღწეული გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის დონე, ძალიან რთული არის ამ სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე უარის თქმა, იმიტომ რომ როგორც კი რომელიღაცა პარტია პირობითად რაღაც პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და მე განსაკუთრებით ახლა ჩვენ საუბრობთ გარე საფრთხეზე და ამბობს რომ იცით რა ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ახლა ბოლო 30 წლის განმავლობაში იმ ვარდისფერ სამყაროში როცა ცხოვრობდით ცოტა უნდა გავახილოთ თვალები და სერიოზული როგორ ჩამოვაყალიბო ეს სერიოზული ჩვენ ცხოვრების წესში ჩვენ სოციალური კეთილდღეობები ოღონდ შემცირების თვალსაზრისით, ხო? ანუ იმისთვის რომ ჩვენ როგორც საზოგადოება, დასავლური საზოგადოება, როგორც დემოკრატია და ასე შემდეგ, გავაგრძელოთ ფუნქციონირება და ამ გამოწვევასაც დავძლიოთ, რასაც ახლა რუსეთის საფრთხე ქვია, ჩვენ უსწრაფესად უკვე დღეს კი არა გუშინ და გუშინც უნდა გავკვეთებინა, მაგრამ უსწრაფესად ერთი უნდა მოვახდინოთ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა. ეს მტკივნეული ნაბიჯები ახლა ისეთი კი არ არის. მტკივნეული ნაბიჯი ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს შემცირება სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის. ანუ თუ აქამდე პირობითად სოციალურ ფონდს პირობითად ვიტყვი გერმანიაში ეკავა ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ეხლა ეს ფონდი უნდა შემცირდეს და თუ გერმანელ ბიურგერს პირობითად ჰქონდა იმის იმედი რომ პენსიაზე ინდექსირება მოხდებოდა და ასე შემდეგ ეხლა უცებ უნდა შეეგუოს იმ ფაქტს რომ არათუ ინდექსირებად პენსიას მიიღებს არამედ მისი პენსია შეიძლება პირობითად 10%-ით შემცირდეს იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის იგივე ეხება მაგალითად სხვა სფეროებსაც, ხო? იგივე ვთქვათ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს და ასე შემდეგ. ეხლა ეს რატომ არის პრობლემა? პრობლემა იმიტომ არის, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ამას დღის წესრიგში დააყენოს, ბუნებრივია ამაზე მოსახლეობა იტყვის არა და გამორიცხავს, რომ ყველაზე რეალისტურად მოაზროვნე პარტია ვერცერთ შემთხვევაში ვერ ახერხებს ხელისუფლებაში მოსვლას და პირიქით ხელისუფლებაში მოდიან ის პარტიები, რომლებიც სულ უფრო და უფრო რეალობას, ასე ვთქვათ, იშორებენ შორიდან და შესაბამისად ქვეყანა სულ უფრო და უფრო მოუმზადებელი არის იმ მწარე მომენტი, როცა დადგება და ეს არის რეალურად ევროპის პრობლემა, რომელიც აწლეულის განმავლობაში ეს ასე ხდებოდა, სწორედ, ხო? ანუ გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტია, ჯერ შრიოდერის მეშვეობით და მერე უკვე შემდგომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მერკელის მეშვეობით სხვას კი არაფერს არ შვებოდნენ. ანუ რეალურად ყველა ექსპერტი ამბობდა, რომ ეს რუსული მზარდი საფრთხე გლობალური მასშტაბით იზრდება, ესენი პირიქით იმის მაგივრად რომ ამაზე ადეკვატურად გაეკეთებინათ რეაგირება ახდენდნენ რუსეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ინტეგრირებას პირიქით საკუთარ სივრცეში, რითაც კიდევ უფრო ზრდიდნენ რუსეთის პოტენციალს და საკუთარ დამოკიდებულებას გაზპრომიდანაც დიდ პროცენტებდნენ. რა თქმა უნდა. და ეხლა სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს ევროპაში, რაც კარგი არის, რომ მეტნაკლებად უკვე 2008 წელს მოხდა, ხო, თავდასხმა საქართველოს, შემდეგ 2014 წელს ყირიმის ანექსირება, მე 2022 წელი და აი ბოლოს 2022, ანუ ყველაზე ფართო მასშტაბიანი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში და აი მესამე წლის თავზე როგორც იქნა რაღაცნაირად ყველა გამოფხიზლდა მეტნაკლებად და გერმანია, ну განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს არის სასწაული სამრეწველო ზოგადად ლოკომოტივი ევროპაში, ხო, ну მათ აღიარეს რომ ესა მეტი არ შეიძლება, ხო? უნდა დავიწყოთ ახლა რეალურად მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ 2022 წელს თქვა თუ არ ვწდები კანცლერმა შოლცმა, რომ აი ეს ცნობილი Zeitenwende, ანუ ეს არის ეპოქის ცვლილება, რო გადათარგმნოთ ქართულად. მიუხედავად ამ განცხადებისა, არანაირი ეპოქა გერმანულ პოლიტიკაში არ შეიცვალა, ანუ იგულისხმებოდა, რომ გერმანია თითქოს დაიწყებდა სწრაფ ინვესტიციას და ცვლილებას უსაფრთხოებასა თავდაცვის პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად აი 3 წლის თავზეც კი გერმანიამ არანაირი რეალური ცვლილება არ მოახდინა ამ გადმოსახედიდან. Ну, ეხლა მერცი აცხადებს, კარგ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ დემოკრატიებს კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ მერცი არის მოსული და რაღაცა პოლიტიკური ელიტა არის მოსული, მათ შორის თავდაცვის მინისტრი არის ისეთი სოციალ-დემოკრატი, რომელიც ადეკვატურად აღიქვამს საფრთხეს, სამწუხაროდ დემოკრატიებს ის ძალიან დიდი ნაკლი აქვთ ავტორიტარებთან მიმართებაში, რომ მათ არ შეუძლიათ ძალიან
დროის მოკლე მონაკვეთში უსწრაფესად მოახდინონ რესურსების მობილიზება და საჭირო მიმართულებით ხო ისინი ამბობენ რომ პირობითად ახლა ჩვენ მოვახდენთ ამით სარგებლობს კიდევაც რუსეთი. რა თქმა უნდა. ახლა გერმანიაში იყო საუბარი რომ 500 მილიარდი უნდა იქნას აღებული და მომდევნო 10 წლის განმავლობაში იქნას ეს გამოყენებული ბუნდესვერის გასაზრდელად აღჭურვისთვის. ახლა ევროკავშირი ცალკე 150 მილიარდიან ბიუჯეტს ქმნის ერთგვარ ვალის ფორმით, მაგრამ ბიუჯეტს ქმნის თავდაცვის მიზნებისთვის ევროკავშირისთვის. მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შეხედოთ დროის მონაკვეთებს, ზოგ შემთხვევაში ისიც კი უცნობია რა დროის მონაკვეთებზეა გათვლილი ეს ბიუჯეტები, ჩვენ მივხვდებით რომ სრულიად აცდენა არის ადეკვატურობის თვალსაზრისით ერთ-ერთი მხრივ რუსული გეგმები, რომლებიც აი ხვალზეგ, მაქსიმუმ მაზეგ უკვე წყობში ჩადგება და უნდა ამუშავდეს. და მეორეს მხრივ არის ძალიან კარგი განცხადებები, ძალიან კარგი სურვილები ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ რომელთა განხორციელების ასე ვთქვათ პერიოდი და დროის ჩარჩოები, რომ შევადაროთ რუსეთთან, ცოტა არ იყოს კი არა და კარგად არაადეკვატური არის, კარგად არის აცდენილი ერთმანეთთან. ეს რას ნიშნავს ახლა რეალობაში, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ცალკე თემა არის კიდევ ერთხელ, რომ თქვენ შეიძლება ფული გამოყოთ. ეს ფული შეიძლება ხვალვე დაიდოს მაგიდაზე. მაგრამ ჯარს სჭირდება აღჭურვილობა, ტექნიკა და ჯარს სჭირდება რაოდენობრივი გაზრდა ხალხის თვალსაზრისით. ეხლა თუ ერთ მხარეს ჩვენ 1.5 მილიონი ჯარი ყავს რუსეთის მხარეს, რომელიც ყოველდღიურად ეს რაღაცნაირად გადის ამ საბრძოლო მომზადებას, რეალურ საბრძოლო მომზადებას. მეორე მხარეს 800.000-იანი უკრაინული არმია, რომელიც სასწაულებს აკეთებს, ხო, რეალურად, იმიტომ რომ სხვა გზა არა აქვს რეალურად. და აქ კიდე ჩვენ ხედავთ შეიძლება 100 მილიარდი დავინახოთ, მაგრამ ამავე დროს პრობლემა არის ძალით ვაპირებთ ბუნდესვერის გაზრდას პირობითად, ეხლა რაც არის დაახლოებით 170-180.000 არის ბუნდესვერი, ზუსტი ციფრი ახლა ბოლოს არ მახსოვს, მაგრამ თუ შევადარებთ იმას, რა იყო ბუნდესვერი ცივი ომის პერიოდში, ეს არის 9 მილიონიანი ეს მინიმუმ 9 მილიონი საბრძოლო მუშტი, რომელსაც უნდა შეეკავებინა ერთის მხრივ 400.000-იანი საბჭოთა დაჯგუფება აღმოსავლეთ გერმანიაში და პლუს საკუთრივ აღმოსავლეთ გერმანული ხო სამხედრო დაჯგუფება. და ამ ფონზე ახლა ჯარს ზრდა და მატერიალური უზრუნველყოფა, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა სჭირდება მომდევნო წელს და შემდგომ, ანუ მაქსიმუმ 3 წლის პერიოდში. და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბუნდესვერმა თავისი ზომა მიიღოს, პირობითად რაღაც 5%-ით გაიზარდოს, ან 10%-ით გაიზარდოს. აქ არის საუბარი ისეთ სცენარზე, იგივე ბალტიის ქვეყნებზე როცა ვსაუბრობთ და პოლონეთზე როცა ვსაუბრობთ, როცა და ათობით და ასობით ათასიანი დაჯგუფებების გადაადგილება და ბრძოლაში ჩართვა უნდა მოხდეს, ხო? მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა და ასე შემდეგ, რომელმაც შეცვალა ადამიანის როლი ბრძოლის ველზე, მაგრამ ეს არის რეალობა, ანუ ბუნდესვერი ვერ იქცევა ბუნდესვერად, თუ ის არ გადაიქცევა პირობითად ამ 170.000-იანი არმიიდან, რომელიც ახლა არის, არ გადაიქცევა მინიმუმ 350 მილიონიან ამოცანებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ თუ ბალტიისპირეთის განთავისუფლება არის და პოლონეთის განთავისუფლებაზე არის დაგეგმილი, თქვენ ახლა ვერ განთავისუფლებთ პოლონეთს და ან ბალტიისპირეთს, მხოლოდ პირობითად ერთი ბრიგადის გადასვლით. არა, თავარი არა განთავისუფლება, არამედ წინ აღდგომა, რომ საერთოდ არ მოხდეს. რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ყველაფერის დრო სჭირდება. ახლა თქვენ თუ გადახედავთ ზოგადად სტანდარტულ გეგმებს, რა დრო სჭირდება ახლა ერთ ბრიგადას იმისთვის, რომ ათეულიდან ბრიგადის მეთაურობამდე და ბატალიონებამდე, ხო, მთელი მომზადების ციკლი გაიაროს და შემდგომ აღიჭურვოს, ახ ცალკე კიდე პრობლემა არის, აღჭურვას რამდენი დრო ჭირდება, იმიტომ რომ სტანდარტული აღჭურვის ცხრილი რო ნახოთ, ეხა ბრიგადას რა ჭირდება, ანუ რამდენი ტანკი ჭირდება, რამდენი და ასე შემდეგ. აქაც კი შედარება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ რუსეთი თუ წელიწადში თავის ქარხნებში და ასე შემდეგ, ხო, ანუ სადღაც ყველაზე მინიმალური გათვლებით, ხო, წელიწადში უშვებს 600 ერთეულს ტანკს და კიდე რამოდენიმე დაახლოებით 1200-მდე არის მთლიანობაში, 1200-1300 ჯავშან ტექნიკას მთლიანობაში. ესეთი ტემპებით, ანუ რო შეხედოთ ახლა გერმანიაში რამდენი წელიწადში რამდენ ლეოპარდს ან საფრანგეთი რამდენ ლეკლერკს გამოუშვებს ან ბრიტანეთი ჩელენჯერს, ხო? ნუ სულ სხვა განზომილებებია. აქ აი რუსები როიტყვენ, რომ აი პაშტუჩნა, როგორც იტყვიან, ხო? აი იქით
პირობითად 30 ლეოპარდი იქნა გამოშვებული, აქეთ 40 ლეკლერკი და ასე შემდეგ. ამ ფონზე რა არის შემაკავებელი ფაქტორი? ამ ფონზე ხა რეალურად შემაკავებელი ფაქტორი არის ერთი, უნდა იყოს შემაკავებელი ფაქტორი, ერთი რომ CVOM-ის მაგალითი უნდა იქნას აღებული მარტივად, ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ცხადია რომ კონვენციური შეერაღების კონტექსტში თუ შევადარებთ აი იმ სავარაუდო პერიოდში დაპირისპირების რაც არის განხილული, ცხადია რომ რუსეთი უპირატესობით სარგებლობს დასავლეთთან მიმართებაში. საუბარი არ არის საჰაერო ძალებზე და საუბარი არ არის საზღვაო ძალებზე, ხო, საუბარი არის მხოლოდ სახმელეთოზე. საჰაერო ძალებზე აქვს სხვა პრინციპები მოქმედებს და აქ ცალსახად უპირატესობა გააჩნია ნატოს. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, CVOM-ის პერიოდშიც ნატოს ძალიან კარგად ესმოდა, რომ კონვენციური თვალსაზრისით ქვედანაყოფების რაოდენობის და აღჭურვის და განსაკუთრებით ჯავშან ტექნიკის აღჭურვის თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი უპირატესობას ფლობდა, ცნობილი იყო ესეთი როგორც ახლა პოლონეთში არის სუვალკის კორიდორი, რომლითაც ყველა ვარაუდობს, რომ აი ამ კორიდორის დაკავებით მოხდება ბალტიისპირეთის იზოლირება პოლონეთისგან და დანარჩენი ნატოს ქვეყნებისგან და დარტყმა მოხდება ბელორუსიდან და კალინინგრადიდან, ორი მიმართულებით, რომ ეს ალყა შეიკრას. ასეთი პრობლემური რეგიონი იყო CVOM-ის პერიოდში გერმანიაში ეგრეთ წოდებული ფულდას ღიობი, იმიტომ რომ გეოგრაფიულად ისეთი არეალი იყო, ყველაზე კარგად უწყობდა ხელს ჯავშან სატანკო შეტევას, მასირებულ შეტევას, სადაც უკვე რაოდენობრივად ნატოს დივიზიები ვერ გაუძლებდნენ ამხელა ზეწოლას. და აქ პირდაპირ იყო საუბარი და ეს კომუნიკაცია ნატოსა და ვარშავის პაქტს შორის ჩვეულებრივი თემა იყო. აქ პირდაპირ იყო მითითებული, რომ ამ შემთხვევაში ნატო იტოვებდა უფლებას, რომ ასეთ შემთხვევაში ის პირველს გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს. ანუ სხვა გზა თუ არ არსებობს რუსული შეტევის ხო შეკავების, მაშინ ჩვენ ვიყენებთ ბირთვულ იარაღს. კი, გვესმის რომ ყველა ზარალდება ამისგან, მაგრამ ნუ გასაგებია, ხო? თუ თქვენ გინდათ რომ ამხელა ხარჯი გაწიოთ იმისთვის რომ დაიკავოთ დასავლეთ ევროპა, მაშინ ჩვენ გარანტირებულად გაგანადგურებთ თქვენ და გავნადგურდებით ჩვენს, ხო? თუ ეს არის თქვენი მიზანი, გასაგებია. Ну, საწყის ეტაპზე იყო, რა თქმა უნდა, სიგნალი, რომ მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღი იქნებოდა გამოყენებული იქ, მაგრამ თუ ესკალაცია მერე მოხდებოდა იმ ხო ბირთვულ განზომილებაში, ამ შემთხვევაში ყველა ნადგურდებოდა. და ეს აკავებდა ვარშავის პაქტს იმაზე, რომ არც კი განეხილა, თქვათ, ეს სცენარი მიუხედავად იმისა, რომ კონვენციური თვალსაზრისით ძალიან რეალისტური იყო და გადიოდნენ ბოლოს ლა-მანშისკენაც გადიოდნენ და ასე შემდეგ. აი, თუ ესეთი შემაკავებელი კომუნიკაცია არ არის და ეს კომუნიკაცია, რასაც ტერმინოლოგიაში ქვია, ისევ რუსულ ტერმინს გამოვიყენებ და მე ინგლისურ ტერმინს, ხო, აი რუსული ტერმინი არის სძерживание, ხო? ანუ ეს არის შეკავების, ოღონდ რუსულიდან ჩვენთან გადმოვიდა ეს და შეკავება ქვია, რეალურად ეს ტერმინი გულისხმობს მას ორი ელემენტი აქვს. ერთი რომ დაშინების ელემენტი და ამ დაშინების შედეგად მეორე მხარე თავს იკავებს. ანუ შეკავების ელემენტი არის, ხო? აი ინგლისურში არის deterrence, ხო? ანუ deterrence იმდენად დაშინებ, რომ ის გარანტირებულად ხედავს, რომ ამ ნაბიჯს თუ გადადგავს, ძალიან დიდი დანახარჯი იქნება თვითგანადგურებამ და შესაბამისად აღარ გადადგავს ამ ნაბიჯს. აი ეს კომუნიკაცია, ძალიან მკაფიო კომუნიკაცია, რომ და დამაჯერებელი კომუნიკაცია უნდა იყოს პირველ რიგში, რომ ჩვენ გარანტირებულად მოვიქცევით ასე და ამ შეკავების ამ პრინციპს აქვს ერთის მხრივ კომუნიკაცია, არამედ დამაჯერებელი კომუნიკაციის უკან უნდა იყოს დამაჯერებელი ფაქტები თვითონ ადგილზე, ხო? ანუ თუ ჩვენ ვამბობთ რომ მუქარად არ უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მუქარად თუ цаრიელი სიტყვებს ამარა დარჩა, ამ შემთხვევაში ნუ ყველა ხვდება რომ თქვენ აქ ბლეფობთ და შესაბამისად კიდევ უფრო мотиваციას. ეხა კიდე ერთი წახნაგი დავუმატოთ ჩვენ საუბარს და მოდი ძალიან რეალისტურად შევხედოთ უშუალოდ რუსეთს და მის რესურსებს. ანუ 138 მილიონიანი მოსახლეობა სოფლიოში გეოგრაფიულად ყველაზე დიდი, აღარ არის ცალსახად, აღარ არის ნამდვილად. გეოგრაფიულად ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელსაც აბსოლუტურად ვერ აკონტროლებს აწერტილიდან ბეწერტილამდე, ანუ უკიდურესი დასავლეთიდან უკიდურეს აღმოსავლეთამდე, ვერც ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ხო? ანუ ეს ფაქტები.
ფაქტები არის ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო რელსზე აქვს წარმოება, იყენებს ირანულ დრონებს, იყენებს ჩრდილოკორეულ საარტილერიო ჭურვებს, იყენებს რაღაცა სხვა ქვეყნის ბალისტიკურ რაკეტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არც ისე კარგად აქვს საქმე, როგორცაც ცდილობს, რომ წარმოაჩინოს და საკუთარ მოსახლეობაზე გაყიდოს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც 3 წლის თავზე ამ ომის რეალურად წინ წაწევა არ ხდება და ფასი, რომელსაც თვითონ რუსეთი იხდის ამ შეტევაში, საკმაოდ მაღალია, ხო? რის ხარჯზე უნდა სცადოს რაღაცა მან და საერთოდ როგორ გამოიყურება მისი რესურსები დღეს? რუსეთის მდგომარეობა არავინ არ თქოს რომ ძალიან კარგი არის ან თუნდაც კარგი არის, იმიტომ რომ ნებისმიერი სტრატეგიული გეგმა ის არის მოქცეული თავის დროის ჩარჩოებში. აი ამ ჩარჩოებში უნდა განხორციელოს, სხვა შემთხვევაში უკვე სხვა ფაქტორები იწყებს მუშაობას და ან გეგმა ჩაეშლება, ან ისეთი ხარჯი მოდის უკვე ამ გეგმის განხორციელებისას, რომ აზრსაც კი გარგავს ზოგადად ამ სტრატეგიული გეგმის განხორციელება. ამიტომ რუსეთს ომის დაწყებიდან რამდენჯერმე მოუწია რეალურად გადახედვა თავისი გეგმის, სტრატეგიული გეგმის და ეს აისახა სამხედრო მოქმედებებზეც კი. ეხლა რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ რუსეთის ეკონომიკა ძალიან რთულ მდგომარეობაში არის, კი, ეს შეიძლება ისე არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინდიკატორია, რომ ანუ ინფლაცია ცალკე, ფასების ზრდა არის, საგრძნობი ფასების ზრდა არის, ყველა მნიშვნელოვან პროდუქტზე და ასე შემდეგ, არ საუბრობ რა სულ დღეში არიან რეგიონები ჩავარდნილი, იმიტომ რომ დავალიანება აქვთ გაზრდილი უკვე საგრძნობლად ისე რომ აი რასაც ბიუჯეტნიკებს რო ეძახიან, მათთვის ხელფასების გადახდის პრობლემა დადგა უკვე ეს დღეს კი არ არის, ეს უკვე 2-3 თვის წინ დადგა ეს პრობლემა. მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ რეგიონებში. უამრავი აქტივობები, რაც წესით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ინფრასტრუქტურულ განვითარებას ეხება, ყველა არის აბსოლუტურად გაჩერებული. ეხლა იმაზეც კი დაიწყეს საუბარი, რომ საერთოდ პენსიების დახო გაჩერებული, ანუ ინდექსაცია არ ხდება პენსიების. ეხლა იმაზეც არის საუბარი, რომ საერთოდ რა გვინდა პენსიებს რო უხდით ამ მოხუცებს, შვილებმა მოუარონ, ზოგადად თურქმენეთში როგორც არის. ხო, შვილებმა მოუარონ, თუ არა და ჩორცნიმ როგორც იტყვიან, ხო? და ასევე მიდის საუბარი იმაზე, რომ აი ეს რუსულ ბანკებში რაც კერძო ფული რაც დევს, კაპიტალი, რომლის მოცულობა დაახლოებით არის ბოლოს რამოდენიმე ტრილიონი არის, თუ არ ვთქვი, ეხა არ მინდა რაღაცაში ისეთ შევწდე, მაგრამ ტრილიონობით ფული დევს, სერიოზული დაახლოებით დევს 300 მილიარდი დოლარი. 300 მილიარდი დოლარი კერძო ფული, ეხა რუსულ მონეტებში რო გადავიყვანო, არის ალბათ რამდენი კურსი, ხო, გამოდის დაახლოებით 30 ტრილიონი, 30 შეიძლება ცოტა ნაკლები, ეხლა თუ კურსს შევხედავთ, ხო? 30-25 ტრილიონი მონეტია, რუბლი. საბჭოთა მონეტით საუბრობ. ხო, და იმაზე არის საუბარი, რომ დროებით შეზღუდოს მოსახლეობას ამ თანხებზე წვდომა. ან თუ ვინმე მოინდომებს ამ თანხების თავის ანგარიშიდან, საშემნახველო ანგარიშიდან აღებას, მაშინ მას მოუწევს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პროცენტის გადახდა, ანუ პირობითად თუ თქვენ გინდათ რომ 1000 რუბლი აიღოთ ანგარიშიდან, თქვენ უნდა რეალურად 1000 ვერ მიიღებთ, მიიღებთ მხოლოდ 700. ან 600 და 400 რეალურად ისქნება ის გადასახადი იმისთვის, რომ თქვენი ფული მიიღოთ. ან პრაქტიკულად რეკეტი არის. ფინანსური სახელმწიფოს მხრიდან თქვენ აგროვებთ მთელი წლის განმავლობაში და უცებ აღმოაჩენთ, რომ იმ თანხის მხოლოდ 60 ან 70%-ს მიიღებთ, ხშირ შემთხვევაში არის საუბარი იმაზე, რომ 50%-იც მიიღოთ, ხო? კატასტროფა არის სრული. ანუ აღარ ვსაუბრობ მაგალითად სამანქანო, ანუ შვიდობიანი, აი ეს როგორ არის ეს შვიდობიანი პროდუქცია, ხო? ხო. არასამხედრო დანიშნულების სამრეწველო პროდუქცია და მანქანათ მშენებლობის კუთხით რადიკალური ვარდნა არის რეალურად ამ პროდუქციის წარმოების, ისევე როგორც უდიდესი პრობლემა აქვს სოფლის მეურნეობას, აი ამ ძირითადი ბაზისური პროდუქციის, ახლა კვერცხებზე ერთი პერიოდი კვერცხები იყო, მაგრამ აქ მარტო კვერცხებზე არ არის საუბარი, აქ მთელი რიგი პროდუქციაზე არის საუბარი, განსაკუთრებით ხორცის წარმოებლებისთვის, აი ეს რუსები რო ეძახიან, სკულფეხა საქონელი, ხო, კრუპნირაგატის კოდ, იქაც უკვე
იმდენად სერიოზული პრობლემა არის, რომ დიდი კომპანიები მასობრივად ხურავენ პროდუქციას, რომ აღარ უღირთ ამ სანქციების გამო და ასე შემდეგ ფასი, ასე ვთქვათ, წარმოების აღემატება შემოსავალს და აზრს კარგავს მასობრივად რა ვქვა, კლავენ და ცდილობენ რომ რაღაცა მინიმალური წაგებით გამოვიდნენ ამ ბიზნესიდან. ახლა ეს ბევრი სიმპტომია სხვადასხვა სფეროში, ამავე დროს ძალიან დიდი სფერო არის ეს სამხედრო მრეწველობის, რომელშიც აი ამ ტრილიონობით ამ ფულის ჩაყრა ხდება, საიდანაც რეალურად ხალხი სარგებელს ნახულობს, იმიტომ რომ ხალხი რომელიც წლების განმავლობაში უმუშევარი იყო, უცებ აღმოჩნდა რომ ძალიან კარგი ხელფასებს იღებენ და აი ესეთი როგორ გითხრათ, სამხედრო წარმოების ცენტრები უცებ ეკონომიკურად აყვავდა. და ეს იძლევა თითქოს იმის სურათს, რომ ეკონომიკურად ყველაფერი კარგი არის, ესე არ არის რეალურად. ეხლა რასაც ვუყურებთ, ეს არის სამხედრო მრეწველობაში ჩაყრილი ფულის შედეგად ერთგვარად აყვავებული ეკონომიკა, იმიტომ რომ გასაგები ვინც ხელფასს იღებს, ის მე სხვა რაღაცებსაც ყიდულობს და სხვა დარგებით რეალურად ამით სარგებლობენ, ხო? ვიღაცა ნაყინს გაყიდის, ვიღაცა კარაქს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო ჩვენ ვიცით, რომ ეს რეალურად არის მოტყუებითი, იმიტომ რომ სამხედრო სფეროში ჩაყრილი ფულის დიდი ნაწილი ის არის დაკარგული შავხრელში გაშვებული, საღაროსას არ ბრუნდება, განსხვავებით არასამხედრო სფეროში ჩადებული ინვესტიციებისა და ხარჯებისა, რომლის უკუგება არის ორჯერ სამჯერ მეტი ხოლმე ხშირად. რუსეთს ეს პრობლემა აქვს და რუსეთს ესმის, რომ თუ დროზე აი ეს თავისი დიდი სტრატეგიული მიზანი ვერ დაასრულა, ვერ მიაღწია, ეს აუცილებლად დასრულდება ამ ტემპით ეკონომიკური კრახით. ჯერჯერობით რუსეთი ამას არ დაგვაუწყდეს, რომ ის სამხედრო დახმარება, რასაც რუსეთი იღებს ჩრდილოეთ კორეისგან, რასაც იღებს იგივე ირანისგან და ასე შემდეგ, ეს ჰუმანიტარული დახმარება კი არ არის, ამაში რუსეთი სერიოზულ ფულს იხდის რეალურად. და ესეც აისახება ბუნებრივია მის დანაკარგებზე, ეკონომიკურ დანაკარგებზე. მაგრამ მან იცის, რომ რაღაცა გარკვეული პერიოდისთვის ეს გაქაჩავს. ანუ რუსული ეკონომიკა ამას გაქაჩავს. ეხლა ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება 1-2 წელი, ხო, ანუ ეს შეიძლება 3 წელიც, მაგრამ ჩვენ ვიცით, აპრიორი ვიცით, რომ ამ ტემპით რუსული ეკონომიკა დიდხანს ვერ გაქაჩავს. ანუ საუბარია რომ აი 5 და იმის იქით 5 წელზე მეც უბრალოდ წარმოუდგენელია იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც ახლა არსებობდა. ომის დასაწყისში არსებობდა ეს ცოტა ესეთი მიანმიტური მოლოდინი, რომ აი სანქციები ახლა დაიდება და დეფოლტი იქნება და ჩამოიშვა. მაგრამ ნუ აღმოჩნდა რომ ეს სანქციები, ხო, აი მე-17 პაკეტი არის სანქციების, აღმოჩნდა რომ ეს სანქციებიც ახლა ნუ ის რეალური სანქციები არ იყო, ის იყო თავდაპირველად უკბილო, მერეც უკვე მოზომილი, ასე საშუალებას აძლევდა რეალურად რუსულ ეკონომიკას, რომ ან ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო, ან ადაპტირება მოეხდინა, რაღაცები გადაელაგა, ლოგისტიკური ხაზები შეეცვალა და ასე შემდეგ, უფრო გაძვირდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსული ეკონომიკა ჩამოიშალა ან მოკვდა. ეს დასავლეთის ცალკე თემა არის, რამდენად თვითონ დასავლეთი იყო დაინტერესებული, რომ რუსეთის ეკონომიკა ერთბაშად ჩამოშლილიყო, ხო? ცალკე განხილვის თემა არის, დღესაც კი მაგალითად ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელი გაზის, როგორც თხევადის, ისევე იმის ბუნებრივის არის რუსეთი ევროკავშირისთვის. ხო, დღემდე და ყველაფერი იცის, მაგრამ ნუ ჯერჯერობით აი სამწუხაროდ ესეთი და ეხლა მიიღეს ამ მე-17 პაკეტში ეს გადაწყვეტილება რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის დასანქცირების შესახებ, რომელიც კვლავინდებურად რომლის მეშვეობითაც კვლავინდებურად ხდება რუსული ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე. მოკლედ, ამას რატომ ვამბობ? ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ აქვს, ნამდვილად არ აქვს კარგად ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს საქმე, მაგრამ რუსეთმა იცის, რომ გარკვეული ფანჯარა იმისთვის, რომ ამ ავადმყოფი ეკონომიკით, მაგრამ მაქსიმალური რესურსობრივი დაძაბვით, მას შეუძლია აი ამ ფანჯრის პერიოდში, სავარაუდოდ ჩემი გადმოსახედად მომდევნო 2 წლის განმავლობაში მაინც, მათ შორის აი ამ კეთილდღეობის ფონდის თანხების გამოყენებით, რომელიც შემცირებულია 20%-ით, მაგრამ 30%-ით, მაგრამ იქ მაინც დევს რამოდენიმე, აღარ მახსოვს 200 თუ 300 მილიარდი დოლარი იქაც დევს, შეუძლია აქვს ეს ფინანსური რესურსი, რომ აი ამ მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაქაჩოს, ახლა ამ სიტყვას ვიტყვი, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი შეწიროს იმ სტრატეგიულ სამხედრო და პოლიტიკურ ამოცანას, რასაც ქვია საერთო ჯამში დასავლეთის და უკრაინის დამარცხება. იმის ფონზე კიდევ ერთხელ, როცა ყოველთვის რუსეთის ანტიდასავლური სტრატეგიის მთავარი ამოცანა იყო ევროატლანტიკური კავშირის დაშლა, გარღვევა და ევროპის და ამერიკის იზოლირება ერთმანეთისაგან.
და ამის ნიშნებიც ბუნებრივია. გახლეჩვას ხედავთ, ნიშნებსაც ხედავთ, კი, ყველაფერს, მაგრამ ხედავთ იმასაც, რომ მაგალითად თუ კი 2008-ში არ მინდა რაღაც უტრირება მოვახდინო ეხა ამ საუბრის შედეგის, მაგრამ ხედავდით 2008-ში როგორ მიქონდათ ყაზარმებიდან უნიტაზები და ხედავთ 2025 წელს რომ უნიტაზების მოპარვა გრძელდება, ხო? Absolut არავის არ ვაკნინებ ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ხო ფაქტია, ხო? ეს ფაქტია და შესაბამისად, იმისი წარმოდგენა რომ მიაღწევს თავის მიზანს რომ დასავლეთი დაამარცხოს ძალიან ეს არის მისი გეგმა. ეს არის რა თქმა უნდა მისი გეგმა. ამავ დროს ომი კლაუზებიც არ იყოს, ომი არის არა მხოლოდ ჯარების დატაკება ერთმანეთთან, არამედ ნების და ნებისყოფების დატაკება ერთმანეთთან. ხო, ვის უფრო მეტი ნება და ნებისყოფა ექნება, რომ თავისი მიზანი გაიტანოს და საბოლოო ჯამში გამარჯვებული გამოვიდეს იქიდან. აი აქ არის პრინციპული ჩემი გადმოსახედიდან ნიშნულობა იმისა, რომ მიუხედავად დასავლეთის ერთგვარი კი არა, საგრძნობი ლეთარგიულობისა, ყოველთვის დაგვიანებისა, გადაწყვეტების მიღების და ასე შემდეგ, თუ დასავლეთი ერთ რამეში ჩამოყალიბდა, რომ ის კონსოლიდირებულად უნდა შეხვდეს რუსულ საფრთხეს და არც ერთ შემთხვევაში არანაირი უკან დახევის ნატამალიც კი არ უნდა აჩვენოს, რაღაც ბზარიც კი არ უნდა აჩვენოს და აი ეს კომუნიკაცია, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ გარდაუვალი იქნება პასუხისგება იმ შემთხვევაში თუ თქვენ განახორციელებთ და შეიძლება საწყის ეტაპზე იქონიოთ კიდევაც სამხედრო წარმატება, მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება გარდაუვალი დასჯა, მათ შორის ყველა რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ბირთვulis ჩართვით. აი ეს თუ არ იქნა რეალურად გამოყენებული უკვე ამ ეტაპზე და მე იმედი მაქვს, რომ აქეთკენ მივდივართ, მაშინ დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ мотиваციას მისცემს რუსეთს, რომ დააჩქაროს პირიქით თავისი მზადებები იმისთვის, რომ აი ევროკავშირს დაასწროს იმ მომენტამდე, როცა ეს ევროკავშირი და ევროპელები და დასავლეთ პარტნიორები ჩვენი რომ აი ეს კონსოლიდირებას მოახდენენ. აი იმ მომენტამდე უნდა დაასწროს მაშინ რუსეთმა და აი აქ კიდევ ერთხელ აქ უკვე დასავლეთის ამოცანაც არის, ჩვენი ამოცანაც არის, ყველას ამოცანა არის, რომ ვაჩვენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება და ეს პოზიცია სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უამრავი კიდე ცვლადები არის მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ არ გვისაუბრია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე. ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ნეგატიურ პოზიციაზე ევროპის მისამართით, რომელიც მთლიანად რევს არია სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ არ გვისაუბრია ჩინეთზე, მრავალს ასრულებს ჩინეთი, მათ შორის რუსეთისთვის როგორც ეკონომიკური და რესურსობრივი ზურგი, ხო, რომ პრაქტიკულად ჩინეთის დამსახურებაა, რომ რუსეთმა ეკონომიკური თვალსაზრისით და ფინანსური თვალსაზრისით გადარჩა ამ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც დასავლეთი ამ ზურგის ფუნქციას ასრულებს უკრაინისთვის, ისე გარკვეულწილად აი ამ ეკონომიკური და პროდუქციის მიღების თვალსაზრისით ამ როლს ასრულებს ჩინეთი. აი მოდი შემოვიყვანოთ საუბარში ჩინეთი მიუხედავად იმისა, რომ გაგვიგრძელდება მაინც რამდენიმე სიტყვით, რამდენიმე წინადადებით ვახსენოთ ჩინეთის როლი, ვახსენოთ ჩინეთის ინტერესიც, იმიტომ რომ ინტერესის გარეშე წარმოუდგენელია, ხო, რაღაცის გაკეთება, რა არის ჩინეთის ინტერესი და რატო დგას ის მაგალითად აი ამ შემთხვევაში რუსეთის უკან. ხო, 9 მაისის პარადი იყო ცალსახად ყველაზე კარგი ჩემი გადმოსახედიდან დეკლარაცია იმისა, თუ სად დგას ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ახლა ჩვენც გვიყვარს და ბევრ ანალიტიკოსაც უყვარს, რომ თქვას, რომ ჩინეთი არ აღიქვავს თანატოლად რუსეთს, რუსეთი არის მისთვის მხოლოდ რესურსობრივი ბაზა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ დიდი გეოპოლიტიკური გათვლების კონტექსტში და თავისი გეგმების გადმოსახედიდან ჩინეთს მიაჩნია რუსეთი როგორც აუცილებელი ელემენტი ჩინურ დიდ სტრატეგიაში იმ მიზნით რომ ის გამარჯვებული გამოვიდეს დასავლეთთან დაპირისპირებაში, ხო? ანუ ჩვენ ვიცით რომ ხშირად კეთდება ამერიკაში განცხადება, რომ ძირთადი მოწინააღმდეგე ამერიკაში გეოპოლიტიკური მომდევნო აწლეულებში 2000-იან წლებიდან დაწყებული და მომავალშიც არის ჩინეთი, იმიტომ რომ ჩინეთი არის რეალურად მსოფლიო მანუფაქტურა, ან მსოფლიოს ამარაგებს რეალურად მთელი რიგი
ყველაფრით აბსოლუტურად. ამ დროს ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას მოყვა მზარდი გეოპოლიტიკური და სამხედრო ამბიციები მსოფლიო მასშტაბით და აქ უკვე არის საუბარი იმაზე, რომ თავისი ამ პოტენციალიდან გამომდინარე, ეკონომიკური, ფინანსური და ასე შემდეგ, ამერიკის შემდგომ ჩინეთი, რა თქმა უნდა, მეორე ძალა არის მსოფლიოში, რომ დაპირისპირება გარდაუვალი არის. და ამ გარდაუვალობის კონტექსტში ორივე მხარე ეძებს მოკავშირეებს. ამერიკის მხრიდან მთელი რიგი ნაბიჯები იქნა გადადგმული, რომ განსაკუთრებით იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის, ფილიპინების და ასე, ამ წყნარი ოკეანის ბასეინის მიმართულებით, ცალკე კიდე ინდოეთის თემაც არის, რომ ეს შეეკრა ეს ალიანსები, ბუნებრივია ეს არის ალიანსი, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით მიმართულია, გასაგებია ჩინეთის შეკავებისკენ, ადეკვატურად და ანალოგიურად ჩინეთიც ეძებს მსოფლიო მასშტაბით თავის მოკავშირეებს, რომლებსაც შეიძლება ამ ნიველირება, ამ დასავლური ერთიანობის და დასავლური მოკავშირეობის და ამ გადმოსახედიდან როგორ გითხრათ ეს პირველი ნომერი, უძვირფასესი ბერკეტი ჩინეთისთვის არის რა თქმა უნდა რუსეთი. რუსეთი რა ის პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც რუსეთში ახლა არის და რომელიც სწორედ დასავლეთს განიხილავს, როგორც მის ძირითად ასე ვთქვათ, მტერს მოწინააღმდეგეს დასავლეთს და კონკრეტულად ევროკავშირს და ევროპას, იმიტომ რომ გასაგებია ევროპა არის ცუდი მაგალითი რუსებისთვის, არ შეიძლება იმ პოლიტიკური რეჟიმის მოდელის გადმოღება რუსეთისთვის, სამკვიდრო სასიცოცხლო მტერი არის და შესაბამისად თუ მოხდება ევროპის გამოგლეჯვა მთელი თავისი პოლიტიკური, ფინანსური სამრეწველო პოტენციალით ამ დასავლური კოალიციიდან, ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში რჩება გაცილებით სუსტი ჩინეთთან დაპირისპირებაში, ხო? და ეს სტრატეგიული ხედვა, რომ მოდი მე რუსეთს არ შეუშლი ხელს იმისთვის, რომ ცალკე ასე ვთქვათ თავის თავზე გადმოწიოს ევროპის მთელი ყურადღება, რესურსი, სავარაუდოდ თუ მოხდა სამხედრო დაპირისპირება, მათ შორის სამხედრო რესურსი, ხო, ეს მხოლოდ პლუსი არის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სავარაუდო დაპირისპირების შემთხვევაში ჩინეთსა და ამერიკას შორის ეს ევროპული რესურსი, ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და ასე შემდეგ, ის ვერსად ვერ წავა, ის დაკავებულია იქ, რუსეთი იკავებს ამას და ვიღებთ ამ რეალურად იმ წარმოუდგენელ დიდ სარგებელს, რასაც რუსეთი აკეთებს ჩინეთისთვის ამ დიდ სტრატეგიულ დაპირისპირებაში, რომლის შესრულება არავის არ შეუძლია მსოფლიო მასშტაბით, აბსოლუტურად არავის და ეს ამიტომაც არის ჩემი გადმოსახედიდან, რომ ჩინეთი ძალიან ისეთ თავისივე კონტექსტიდან სწორ პოლიტიკას ატარებს, მას აქვს ძალიან დიდი ფინანსური ეკონომიკური დამოკიდებულება დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს ის ხედავს ძალიან დიდ სამხედრო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას რუსეთში დასავლეთთან დაპირისპირებაში. ამიტომ ის ინარჩუნებს იმ თავის, ანუ ის პირდაპირ სამხედრო დახმარებით არ ეხმარება რუსეთს, თუმცა უკვე შეინიშნება, რომ რაღაცები იქ არის, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებთან მიმართებაში და სხვებთან მიმართებაში, ანუ დოზირებულად, როგორც მინიმალურად ეხმარება, მაგრამ წარმოადგენს რუსეთის ძირითად ეკონომიკურ ზურგს იმისთვის, რომ რუსეთი გადარჩეს ამ სანქციების პირობებში. ამავე დროს, ბუნებრივია, ის არ შედის საფინანსო ეკონომიკურ ომში, ანუ მას არ აწყობს დასავლეთთან, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ გააგრძელოს თავისი ასე გაძლიერება, თავის ფინანსური ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ ეს სამხედრო კუნთები, რომელიც ჯერ კიდევ მას აკლია, რომ შეიძინოს ეს კუნთები, რომ იმ საბოლოო გადამწყვეტ მომენტში უკვე გამოიყენოს. შეერთებული შტატები. ხო, ეს თავისი ხო რაღაცა ამ გადაწყვეტილებებით ბოლო პერიოდის და პრინციპში ნუ ახალი ადმინისტრაციის პირობებში რა გადაწყვეტილებებიც იყო. იცი, ერთ-ერთმა აღარ მახსოვს ბრიტანელმა პოლიტიკოსმა თქვა თუ ევროპელმა პოლიტიკოსმა უნდა ვნახო სახელი და გვარი, მან ესეთი რაღაც თქვა. თუ ეს ცხოველიო არისო, ყვითელიო, გააჩნიაო ეს დაბრტყელებული ნისკარტიო, ლასტებივით ფეხები გააჩნიაო და დადის და ჭკვიტინებსო, ანუ დიდი ალბათობით ეს არის ისა რა ვქო, იხვიო. ხო, სხვა სახე არაფერს არ გავსო, ხო და აი დაახლოებით ეს ამ პოლიტიკოსმა ეს ანალოგია გაატარა
ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმართებაში, რომ მან თქვა, რომ ეს არის თავის შინაარსით ანტიდემოკრატიული ადმინისტრაცია, ანუ სულ უფრო ავტორიტარული ტიპის ადმინისტრაცია არის, იმიტომ რომ მსოფლიოში, ანუ ამერიკის ისტორიაში არც ერთ პრეზიდენტს არ უმართვია ქვეყანა ამ რაოდენობის საპრეზიდენტო განკარგულებებით. ანუ რეკორდი აქვს მოხსნილი ტრამპს უკვე, იმიტომ რომ ეს საპრეზიდენტო განკარგულებები ყოველთვის განიხილებოდა როგორც აი ულტიმა რაციო, აი ყველაზე ბოლო გამოსავალი, როცა სხვა გზა არ არსებობს ადმინისტრაციული საკანონმდებლო თვალსაზრისით, აი ამ საკითხის მოგვარების განხილვის და ასე შემდეგ, ну მაშინ პრეზიდენტი გამოდიოდა და ამბობდა, რომ აი მე ახლა ამას ვაწესებ, თან ეს როგორც წესი იყო ხოლმე დროებითი განკარგულება, რომელიც მე შემდგომ კონგრესში გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა განიხილებოდა და მე ის ან უქმდებოდა ან არა. ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი რეალობა, როცა ერთის მხრივ ტრამპი სრულ იგნორს უკეთებს სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს ამერიკაში. ანუ რამოდენიმე ალარმისტული ნატურა უნდა ავანთო ახლა აქ მე. იქნება ეს იმიგრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით თუ ზოგადად სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუნდაც განათლების სფეროსთან მიმართებაში, ხო, მაგალითად აუკრძალა ჰარვარდს ზოგადად უცხოელი სტუდენტების მიღება ტრამპმა. ცალკე არის ახლა მაგალითად აი ეს დაპირისპირება სასამართლო სისტემასთან ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ აი ახლა რაც საგადასახადო კოდექსი, აი ეს ბილს რასაც ეძახიან, რომელთაც ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ისარგებლებენ ოლიგარქები, ანუ ის დიდი ტექნო ეს კორპორაციები, გაცილებით დიდი ტვირთად დააწვება მოსახლეობას, იმიტომ რომ უქმდება ეს ეგრეთ წოდებული სამედიცინო დაზღვევები და ასე შემდეგ 17 მილიონი ადამიანი კარგავს ამის შესაძლებლობას და ეს სადღაც ეს ტრილიონები უნდა აკუმულირდეს. როცა მილიარდერებს ნახევარ ტრილიონ შეღავაც აძლევ საგადასახადოს ესენი საიდანღაც უნდა მოვიდეს და შესაბამისად სხვა პროგრამები უქმდება და ამით კომპენსირდება, ხო? მაგრამ ამავე აი ამ კანონით, ამ ბილით, ხო, კოდექსით, რასაც შეაქვს ტრამპს, იქ არის ერთი მუხლი, რომლითაც მაგალითად მას ეძლევა უფლება თუ დაამტკიცა კონგრესმა და სენატმა, რომ სრული იგნორირება გაუკეთოს უკვე არა მხოლოდ საფინანსო სფეროში ზოგადად ეს ესეთ რაღაცა არ ვიცი შეიტანა სპეციალურად თუ ესე არის სრული იგნორირება გაუკეთოს სასამართლოების გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ამ განკარგულებების შეჩერებასთან დაკავშირებით. რაც აქამდე იყო ყველაზე დიდი ბერკეტი სასამართლო სისტემის, რომ გაეკონტროლებინა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ეს თუ ბევრი ამბობს ახლა მაგალითად, რომ ეს თუ გავიდა ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პრაქტიკულად ხდება მეფე. იმიტომ რომ ვერავინ ვერ გააკონტროლებს მის, ანუ ვერ გააჩერებს მის ამ აღმასრულებელ განკარგულებებს და სერიოზული პრობლემა წარმოიშვება როგორც ასეთი. ცალკე, ანუ თავი რომ დავანებოთ მის ნიშნებს ავტორიტარული მმართველობის, ხო, ჩვენ გვაქვს პრობლემა, რაც უკვე თავისთავად პრობლემაა. იმიტომ რომ ევროპელებისთვის ეს მიუღებელია და ეს არაერთხელ გამოჩნდა იმ აბსოლუტურად განსხვავებული შეფასებებისა, რასაც ევროპელები აკეთებენ უკრაინასთან მიმართებაში და ტრამპი რასაც აკეთებდა, როცა დიქტატორიც კი უწოდა. ხო, ზელენსკის და მოუწოდებდა რომ არჩევნები ჩაეტარებინა და ამ დროს ერთი სიტყვა არ დაცდა იქ პუტინზე რაიმე სახით. პირიქით ამბობს რომ ძალიან კაი ადამიანია და კარგად მესმისო და კარგად საუბრობთ. ცალკე პრობლემაა, რომ ის ევროპას განიხილავს როგორც მოწინააღმდეგეს. ანუ გეოპოლიტიკური კონტექსტით ტრამპისთვის ევროპა არ არის რაღაც ისეთი, რომელთანაც ამერიკა ჩახუტებულად უნდა დადიოდეს, ხო? არათუ ევროპა აგერ კანადას პრაქტიკულად ვერ მოეშვა იმ აზრს, რომ კანადა 51 შტატი უნდა გახდეს. და იგივე ენას იყენებს და იგივე ტერმინოლოგიას იყენებს, როცა პუტინი მაგალითად ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კომუნისტებმა გაავლეს ხელოვნურად საზღვარი, იგივე სიტყვებს ხმარობს ტრამპი, როცა ამბობს, რომ ხელოვნურად ვიღაცამ გაავლო საზღვარი და გეოგრაფიაზე სწორი ხაზი გაავლო კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებსო, ერთი ქვეყანა უნდა ვიყოთ. ნუ გრენლანდიაზე ახლა აღარ ვსაუბრობ კიდე ცალკე, ხო? რას ნიშნავს გრენლანდიის ოკუპაცია თუ ანექსია ევროპა ამერიკის ურთიერთობებში და ნატოს კონტექსტში, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ნატო აღარ არსებობს და თუ ევროპა იტყვის, რომ
დაგვიბრუნებთ გრენლანდია თორე ჩვენ სამხედრო გზით ვაპირებთ მის დაბრუნებას, ну მაშინ ეს კიდე სხვა განზომილებაში გავდივართ ამერიკის და ევროკავშირის დაპირისპირების. წარმოუდგენელი სცენარია, მაგრამ ეხლა ამის ნიშნები ჩვენ გვაქვს, ხო? როგორც მინიმუმ განცხადებები ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან. და ამას ცალკე რომ დავუმატოთ ჯონ ბოლტონის მოგონებები წინა პირველად როცა იყო ტრამპი პრეზიდენტობის დროს და ორჯერ უნდა და ოფიციალურად გაეყვანა ამერიკის შეერთებული შტატები ნატოდან და რა შეფასებებს აძლევდა ის ევროკავშირს და ბოლო კიდე ამას თუ დავუმატებთ ბოლო განცხადებებს შეიძლება ქვეცნობიერად მაგრამ ეს განცხადებები პრესაში გაკეთდა როცა ის არაერთხელ ამბობს რომ ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა რომ ამერიკის საზიანოდ შეიქმნა რომ დაეზიანებინათ და დაესუსტებინათ ამერიკა. ანუ იკვრება რაღაცნაირად ისეთი სურათი რომ მის თავში შესაძლოა რამოდენიმე ადამიანში მის გარშემოც და ის იმასაც თუ ნახავთ ეს სიგნალის სკანდალი რაც იყო სადაც იქაც კი იყო საუბარი იმაზე რომ ჩვენ რა შუაში ვართ ხუსიტებზე როცა ვახორციელებთ სამხედრო დარტყმებსო ეს იდეაში ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი არისო ხო მათი გემები დადისო ამ სრუტეშიო და მოდიო ეხლა განვახორციელოთ დარტყმავ და მე ანგარიში ანუ წარუდგინოთ ევროპელებს და ვაიძულოთ ისინი რომ გადაგვიხადონ ის საფასურიო იმ ოპერაციისა ანუ აშკარად არის რომ ამ ადმინისტრაციისთვის ევროპა არ არის ღირებული პარტნიორი. ამ ეტაპზე როგორც მინიმუმ ჩანს რომ საბოლოოდ ჯერ არ არის მომწიფებული ის გადაწყვეტილება რომ რაღაცნაირად საბოლოოდ მოხდეს ამ კავშირის გაწყვეტა, არ ვიცი რა მიზეზების გამო, მაგრამ როგორც მინიმუმ არის ინდიკაცია იმისა რომ ის ევროატლანტიკური კავშირი რაც ეს 10 წლების განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასე რუდუნებით შეიქმნა და თავის თავადობად განიხილებოდა მსოფლიოში ის ეხლა უკვე არ არსებობს და დიდი ალბათობა არის ჩემი გადმოსახედიდან რომ ტრამპი მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და გაწყვეტავს ამ ევროატლანტიკურ კავშირს. რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთმა არქნას რომ ეს მოხდეს, არავინ არ იცის შუალედური არჩევნები ამერიკაში როგორ დასრულდება, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს რომ რესპუბლიკელებს წაგებული აქვთ და კონგრესში, ანუ ქვედა პალატაში დემოკრატებს ექნებათ სრული უპირატესობა, რაც რესპუბლიკური პარტიის კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. არავინ არ ვიცით როგორ მოხდება, ტრამპი აზრზე მოვა, ჭკუაზე მოვა, რაღაც კონკურენტი ჯგუფები გამოჩნდებიან რესპუბლიკელებში, ორი რესპუბლიკური მოხდება გახლეჩო თუ არა რესპუბლიკური პარტიის, ეს ბუნებრივია ახლა სპეკულაციების სფეროს მიეკუთვნება, მაგრამ დღესდღეობით რაც ჩვენ ვიცით არის ის რომ ამერიკული პოზიცია ევროპასთან მიმართებაში ეს უკვე ძირითადად აღარ არის ის პოზიცია რაც აქამდე არსებობდა ტრამპმა ღიად დააყენა რამდენჯერმე ამერიკის მხრიდან ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიების თემა მათ შორის ბირთვული თემა აღნიშნა რომ არც შემთხვევაში ამერიკა არ განიხილავს ბირთვულ დაპირისპირებას რუსეთთან რაც უკვე ნიშნავს რომ ის კომუნიკაცია რაზეც ჩვენ საუბრობდით ამერიკის მხრიდან არ მოხდება და უკვე ბირთვული პარიტეტის პრობლემას უქმნის ევროპელებს ხო რუსეთთან მიმართებაში რომ აი ეს პრობლემა უკვე არსებობს, ანუ ამერიკა გადის ევროპიდან, მინიმუმ გადის ევროპიდან და ეს წარმოშობს ძალიან სერიოზულ პრობლემას ევროპელებისთვის, ყველასთვის აბსოლუტურად და ძალიან დიდ мотивაციას პირიქით აძლევს რუსეთს იმისთვის, რომ დააჩქაროს თავისი სტრატეგიული გეგმების განხორციელება. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. საუბრობდით შეშლილ სამყაროზე, აბსოლუტურად შეშლილ სამყაროზე. მინდა მჯეროდეს რომ ესე შორს არ წავა პროცესები და სადღაც გაჩერდება ისე რომ აღარ დაიხოცება უკრაინელები, ექნებათ საკუთარი სახელმწიფო და ასე შემდეგ. არ გვისაუბრია საქართველოზე, აუცილებლად ვისაუბროთ უკვე შემდეგ შეხვედრაზე. დიდი მადლობა თქვენ.